მოგწოდეთ დიდი მამის ირსი მამა საბა გამწმენდელის ხსენება არის ეს უდიდესი ასკეტი მოძღვარის ხსენება არის დიდი მამის დიდი წყალშემსმენელის მისი უცნელი წმინდა ნაწილები იერუსალიმში განისვენებს მისი დაარსებულ მონასტერში საოცარი მოღვაწე კაცი იყო და აი დღეს სახარებაში ზუსტად აი ირს მამებზე წავიკითხეთ ეს გამორჩეული სახარება იყო ხოლო აი როგორ ფალი როგორ მოუწოდებს ყველას და ეუბნება რომ მოვედით ჩემ და ყოველი მარშვალი და თვითმძიმენი ანუ წარმოიდგინეთ ეს უდიდესი ერები ეს მამები როგორ ცხოვრობდნენ როგორ იტანჯებოდნენ ამ სოფლისგან როგორ თავს დებდნენ როგორი სიყვარული ჰქონდათ ქრისტესი ფაქტობრივად მოწამეობრივი ცხოვრებაც არის ეს ერული ცხოვრება რომელიც მართლა ნამდვილად ღირსეულად ბერულად ცხოვრობს ვინც მართლა მთელი თავისი ცხოვრება ქრისტეს რო მიუძღვნა ქრისტეს რო შეწირა წარმოიდგინეთ როგორი თავისი ნებით ადამიანი ტოვებს ამ სოფლიოს ტოვებს შობლებს ტოვებს ცოლს შვილს თქვათ ვისაც ყავს ყოფილა ესეთი მამები ვისაც საერთოდ არაფერი არც ცოლი ყავდა არ შვილები მთელ თავის ცხოვრებას რო შეეძრო ახალგაზრდობაში რაღაცა ზუსტ პატარა იყო საბა გამწმენდელი რო ბერად აღიქვეცა წარმოიდგინეთ და აი და მიატოვა ამ სოფლიური ყველაფერი ამ სოფლიური სიკეთეები ჩვენ რომ ვეძახეთ სიკეთეებს და თავარი რაც იყო ხო აი შეიძინეს ანუ და მოუკვდნენ ამ სოფლისთვის და აიწყეს ანგელოზებრივი ცხოვრება და ამენ რა საოცარი ღვაწლი არა რომ ანგელოზები როგორ ცხოვრობენ ჩვენც ესე უნდა იცხოვროს მონაზონად არა მარტო მონაზონად ეს ჩვენც გვეხება ეს და ჩვენც კიდევ ამბობ გუშინაც თქვით რომ ჩვენ ამ წმინდანებს რომ ვკითხულობთ და წმინდანთა ცხოვრებას და რა უნდა მიუბაძოთ ჩვენ შეიძლება არ ჩვენ ერთში ვცხოვრობთ და არ ცხოვრობთ თქვა უდაბნოში და მონასტრებში და ტყეღრებში და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენც უნდა დავდოთ ქრისტეს გამო თავი ჩვენც უნდა დაუტოვოთ ამ სოფლიური რაც სასწულია რაც ქრისტეს სიყვარულში ხელს გვიშლის აი ამ ეს ყველაფერი უნდა დაუტევოთ როგორც ამემა დაუტევოს ყველაფერი ჩვენც ესე უნდა დაუტევოთ ამ სოფლიური აი რაც გვასწუნებს ჩვენ რაც შეიძლება რომ ქრისტე დაგვაკარგინოს ეს ყველაფერი უნდა დაუტევოთ და ჩვენც ქრისტეს უნდა შევუდეთ ჩვენც ესე უნდა ვიღვაწოთ ჩვენც ესე უნდა თავდაბლებელი ვიყოთ როგორც ანუ შრომაა საჭირო და ნახე მაცხოვარი რას მეუბნება მოვედით ჩემ და ყოველი მარშვალი და თვითმძიმენი და მე გაგისვენო თქვენ მაცხოვარია აბა ჩვენ რო ჩავიხედოთ ჩვენ გულში ჩვენ ვიღლებით ქრისტეს სიყვარულით ჩვენ ვიღლებით ქრისტეს ცნებების დაცვით ჩვენ ვიღლებით რაღაც ლოცვაში ღვაწლში რამე ღვაწლი ვაკეთებს ნამდვილად ისე როგორც უწირეს ჩვენ ქრისტიან შეეფერება ანუ ეს სიტყვები ჩვენ არ გვეკუთვნის ხო ახეთ რო ჩავიხედოთ არ გვეკუთვნით რომ მოვედით ჩემ და ყოველი მარშვალი ვინაა მარშვალი ვინც აი ითმეს ვაქცილის წამებას ვინც ითმეს შეურაცხყოფას ვინც ითმეს ბევრ რაღაცაიან განსაცდელებს ვისაც რაღაცა ნებები აწუხებს და ითმეს და არ უშობს არ ცხოვრებას არ ეწევა ვიღაცას რაღაცას ყველას სხვადასხვა რაღაცა ნაკლოვანებები გვაქვს ჩვენ და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას ჩვენ უნდა ვიშრომოთ უნდა მოვკვდეთ აი ყველაფერი გავაკეთოთ რომ ჩვენ აი ეს სიტყვები რომ მოვედით და მე გაგისვენებ თქვენ და მართლა ესეა ნახე მე როგორ აღწერს ამე თუ უღელი ჩემი სუბუქია და ტვირთი უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქას ესე იგი უნდა ჩვენ ავიღოთ ეს უღელი ჩვენ უნდა ქრისტეს ეს ცნებები ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ჯვარი უნდა ავიღოთ ჩვენ იმიტომ ქრისტიანები ვართ და ეს როცა დაიწყებს ადამიანი ქრისტიან ცხოვრებას მერტი ისე მიმადლებს ძალებს ისე ძალებს მოგცემს ჩვენ რომ ჩვენ ეს უღელი იქნება ძალიან ტკბილი და ტვირთი იქნება ძალიან სუბუქი ხდება მე ეს ყველაფერი სუბუქი ხდება, როცა ღმერთი შენთან არის, როცა ღმერთს გაუხსნი გულის კარებს და შენში შემო. მე ყველაფერი სუბუქი ხდება. გასაოცარია, როგორი ტკბილი არის მე ქრისტიანობა, როგორი არასოფლიურია ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომ ადამიანმა შეიძლება შეურაცხყოფა მოგაყენოს და სუფთა ქრისტიანო გაგებით, დაითმინო შენ და შიგნით მე რაღაც სხვანაირი სიხარული მოდის. სხვანაირი ქრისტეს სიყვარულის გამო ვითმენ, ხვდები რომ გაიმარჯვე ხვდები რომ შენ გამარჯვებული ხარ, ხვდები რომ რაღაცნაირად შენ ქრისტეს მიბაძე წმინდანებს და რაღაც სხვანაირი სიხარული მოდის. აი ესეცია ქრისტიანობა, აი სულ ამბობთ რომ ღვთისმშობლის მიზნებაზე, რომ რა გვიხარია, ხო, ღვთისმშობელი გარდაიცვალა და ჩვენ გვიხარია ზეიმო. ასეთია ჩვენი ქრისტიანი, იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არის, ვიცით, ჩვენ და ესეთი საწმუნოება გვაქვს ჩვენ. ამიტომ ვერთმაინებოს რომ ჩვენ ვიუბაზოთ აი ამ წმინდა მამას, შევასრულოთ ეს ქრისტეს
აი სახარებაში რასაც მაცხოვარი გვასწავლის, რომ ჩვენც აი ესე დამაშვალები ვიყოთ, ჩვენც ესე თავდადებულები ვიყოთ, მთელი გულით, მთელი მონდომებით ვიშრომოთ, რომ ქრისტე შევიძინოთ, ქრისტე შევიყვანოთ მთელი გულით, დავიცვათ, რომ აი მე ეს არანტრელი სიტყვები მოვისმინოთ, რომ წავდგებით, აი ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება და ასეთ სიტყვებს ეტყვის, რომ მარჯვნივ მყოფებს, ვინც ცხონების გზაზე იდგა, ვინც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო, ვისაც მთელი გულით უყვარდა ქრისტე და ცდილობდა, რომ ეცხოვრა ქრისტიანულად, მაგრამ ხან გამოდიოდა, ხან არ გამოდიოდა, მაგრამ სინანული ჰქონდა, წუხდა რომ ვერ გამოდიოდა, წუხდა რომ ვერ იყო კაი ქრისტიანი, აი ესეთი სარატრელი სიტყვებს ეტყვის, რომ მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი ცათა. აი ასაუცადებლად მერთმა ინდებს ჩვენ ეს ტკბილი ხმა ეს მოვისმინოთ და მასთან მამის დიდებაში შევიდეთ. ხოლო მერთმა დაგვიფაროს, რომ მარცხენა ყოფებში მოვხდეთ ჩვენ, მერთმა დაგვიფაროს, მერთმა შეგვიწყალოს, რომ მათ მოვხდეთ და მოვისმინოთ ეს საშინელი, საზარელი სიტყვებით, წარვედით ჩემგან ცხეულნო ცეცხლსა საუკუნესა, რომელიც გამზადებული არის ეშმაკისათვის და მსახურთამისათვის. ესე იგი, ჯოჯოხეთი, ცეცხლი და ეს ტანჯვა ადამიანისთვის კი არ არის, ეს არის ეშმაკისათვის და მსახურთამისათვის. ანუ ვინც ეშმაკს ემსახურება, ვინც ეშმაკის გზაზე დადის, იმისთვის არის გამზადებული ეს საშინელი და თან ახლა როგორ სიტყვაზე წეულნო, წადით ჩემგან, წარმოიდგინეთ რა საშინელება არის. ამიტომ მერთმა ინებოსო ჩვენ შიშით გზავნით, თავდადებით, აი ამ მამებს უნდა მიუბაძოთ ჩვენ და აი ღმერთი თქვენთან დაგვეხმარება. მე მიხარია რომ აი ესე მოშოვნეთ თქვენ ცდილობთ რომ იცხოვროთ ქრისტიანულად, აი ამის თერზე დადიხართ, გიყვართ ლოცვა, გიყვართ წირვა, აი ჩვენი მრევლი მიხარია ეს და მინდა რომ დაგლოცოთ, გაკურთხოთ ღმერთმა, რომ აი აქ არის გადაჩენა, აქ არის სიცოცხლე, აქ არის ბედნიერება, რომ აი ვიყვარს ჩვენ წირვა, რაღაცნაირად აი შეგვიყვარდა წირვა და ზიარება და ბევრი ხალხი მოდის და ბევრი ხალხი ეზიარება და ძალიან მიხარია და ღმერთმა აი ამ ზიარებით, აი ამ სიხარულით ბევრს უკუნით. ამინ.